აგე სამი კაცი ვართ და ველოდებით. მეოთხეც მოვიდა. აქ ჯერ კიდევ არ ვიცით რა გამყინვარება გველოდება ალგეთში. შევიკრიბეთ 12 ადამიანი და უკვე დავიძარით მანგლისის მიმართულებით. მარტივი, მაგრამ საინტერესო გასვლა გამოგვივიდა. გავჩერდით წყნეთში ნიკოლასთან, აქ შევიძენთ რაღაცებს და გავაგრძელებთ გზას. სანამ სხვები საჭმელებს ყიდულობდნენ, მე ყავაზე გავჩერდი და ჯამბოს ყავა ჩამოვისხი. თავის ფასში ერთ-ერთი საუკეთესო ყავა. ყავას ვიყიდეთ, საჭმელებს ვიყიდეთ. უკვე ჩავსხდებით და წავალთ მანგლისისკენ. ჩამოვბარგდით დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში ვართ ახლა. აქედან უკვე ფეხით უნდა გავაგრძელოთ გზა. პატარა რეგისტრაციასავით არის პროცედურა გავუვლით და შემდეგ წავალთ. ესეთი თოვლია. შემორჩენილი ძირითადად, მაგრამ ეხას თოვს. ესე იგი ვემზადებით რა, გენაცვალე აგე. ბატონო. საჭმელი სასმელი არ გვაკლია მოგეთ. ალგეთზე ძალიან დაცხება. საღამოს მაგრა დაცხება რა, ალექს? იცმაო, მარა ჯერ გცივა. აი აქ გვაქვს ქცევის წესები. სამთრის ლაშქრობას უხდება ესეთი ამინდი. ფოტოგრაფებიც ვართ, კამერებიც გვაქვს, ყველაფერი საშუალება არის. გავემზადებით და წავალთ, უკვე დავიწყეთ ხა. ცოტა გეგმები შეიცვალა და ბარემ 1 კილომეტრს კიდე გავივით მანქანით, რადგან სამანქანო გზა მიდის იქამდე. ტყუილად რო არ დავკარგოთ. უცებ ავბარგდებით და მე ესე ჩავბარგდებით. ჩანთები დავსვით. ჩვენ ფეხზე ვართ. როგორი ამინდი გვაქვს იდეალური. აქედან უკვე ფეხით უნდა ვიაროთ იქით. ძალიან ცივია, არ კაია. აბა წავედით. ესე იგი მაგრად ყინავს რა. ძალიან ცივა, მაგრამ თან ძალიან მაგარია. კარგია. ესეთი ბილიკია, ცივი. ეს ჩვენი ნიშნულები, ეს ჩვენი მეგობრები. ესეთი მშვიდი წყნარი ბილიკია და მივუყვებით ნელა. როგორია თქვენი კომენტარი? ჯერჯერობით აღმართია. ჯერ აღმართია. ჩვენს გავიმართებით. სასიამოვნო ბილიკია. ცოტა ცივი ქარი კი გვაქვს, მაგრამ არ აუშავს. თქვენი აზრით რატოცხელა ამ ადამიანს? ძალიან ბევრი ხوارგაცია. შეუფერებელია. ძალიან ბევრი გაცია. არ მოვიდომე და მაგ. თავი არ შეგცინეს. აქეთ უკვე ყინულია ძირს. ფრთხილად დავდივართ. რეპები ხო არ მოგოცვა? ხო, ნახე როგორი ყინულია. ძალიან ძვირიანი წაქცევა მექნება მე ხა. ტელეფონს მე დავუჭერ რა ეგ. კამერასაც ვინმე გავამართვეს. კუდუსის გატეხვა ჯობია კი. გზად ესეთ ნიშნულები გვხვდება. ეს ნიშნავს რომ ჯერ სწორ გზაზე ვართ. ჯერ. მაგრამ არავინ იცის რა მოხდება შემდეგ. უფრო დავძაბოთ სიტუაცია, ხო? კი. და ესეთი ნიშნულებიც გვაქვს. წამოვედით უცნობ ტყეში. და თუ იყო ღამე. საინტერესო ხმები გვესმის. ისინი როგორ ჰორორს განიხილავდი აქ, აბა? აი, ხმები? ალქაჯი ბლერიდან ფილმი თუ გაქვს ნანახი? აი, ახლობით ისეც. აი როგორი მოყინულია. ფრთხილად ნავიდეთ ახლა. თუ არ წავიცით. რაღაცა თოვლი გაყვითლებული აქვს და ვინმე მაიმუნა?
ესეთი პატარა აღმართი გვაქვს. ძალიან გაყინულია მან და ფრთხილად. ეს პატარა აღმართიც ავიარეთ. ახლა გადავდივართ ღია ადგილზე, სადაც მეტი ქარი გვექნება. ხოდა ნახეთ როგორი ქარია. აი როგორი ქარია. უკაცრიელია აქავრობა. აი ესეთი გარემოა. გამოვიდით ქარში ჯიგარო. კი, მდელოზე ვარ. გავჭა. აი ეს არის ბოლო აღმართი. ამ ბოლოს წინა. ძალიან მაგარია აქ, აი საითაც გაიხედები ულამაზესი მდელოებია. აი ნახეთ. ესე ჩვენი გუნდი. ეს აღმართიც ამოვიარეთ. საიცება აღმართი. კი ძლიერია ისე. ქარი იმდენად ძლიერი იყო მომენტებში, რომ მიკროფონში ჩემი ხმა საერთოდ არ ისმოდა. ამიტომ სიტყვაზე მენდეთ, რომ კარგ რაღაცებს ვამბობდი, მაგრამ უბრალოდ არ გესმოდათ. რაღაც ჯგუფი გამოჩნდა და მოკვევიან უკან. ესე იგი ეს ბილიკი მე გამოვიგონე სადღაც 90-იანებში რა და მაგის მერე ხალხი დადის. მართალია ჯერ ამ ბილიკს დამკვეთში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი ვიცი. განწყობა როგორია თემო? გადასაღები. კმაყოფილი. ცოტა სასიარულო. ყველაფერს უხდება. თან რო იცი გემრიად მიხვალ გათბები. კარგი შეჭამ. კოჭი, საჭმელი, სასმელი. წლის პირველი ლაშქრობა ესეთი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, კაი დაწყებაა. ან ძალიან ისეთია რა მარტივი სასიარულო. ამიტომ ჩანთაც შემოვიდა. არ არის აუცილებელი ჯოხები. მაგრამ თბილადმა ჩაიცვა ძალიან თბილად. ეს ნიშნული რომ ხდება უკვე გიხარია რომ სწორედ მოდიხარ. ეხა აქ ვერც დაიკარგებით ისეთი ადგილია, მაგრამ აი რთულ ბილიკებზე რო ხდება მსგავს ნიშნები, ხვდები რომ ტყუილა აგიულია. ეხლა იქ მივალთ და დაახლოებით 150 მეტრში ჩავუხვევთ მარცხნივ. აი იქ დაგხვდება ჩვენი კოტეჯი. უკვე თითქმის მოვედით. ისევ ტყეში შემოვედით, აგერ ჩამოვხვიეთ. ცოტაღა დაგვრჩა საყარაუდოდ მივედით უკვე სადღაც. ერთი ალბათ 400 მეტრი. ესე ვარაუდობ მე პირადად მახვდება. ფოტოებსაც ვიღებთ აგერ. ჩასაფრებული ფოტოგრაფები აგერ ვართ. გზა და ესეთი ყინულებია და აქ ჩავვარდით, მაგალითად ჩვენი მეგობარის ფეხი ჩავვარდა. ამიტომ მაქსიმალურად კუთხეებზე უნდა ვიარავთ. აი ნახეთ რა საყოველობაა. ძალიან საყვარელი კოტეჯია, აი ძალიან. ძალიან კაი გარემოა. ესეთი კუსკუსა კოტეჯია. გარეთ საპირფარეშვარი, მაგიდა სკამებია. შეშაუხრად. მოკლედ ღირის რო აქ წამოხვიდე დაისვენო მარტივი ბილიკია ძალიან. რავი. 40 წუთში ამოვიდეთ მეგონი თუ 1 საათში. აი ესეთი კუსკუსა კოტეჯია. ძალიან მყუდრო გარემოა, ძალიან მშვიდი. ღამე ეციება, მაგრამ კოტეჯში არა. აქ მშვიდობა. აი ესეთი ღუმელი გვაქვს. მაგიდა სკამები. ძალიან თბილა. აქ მეორე სართულია. და აქეთ არის კიდე ერთი ოთახი. ჩანთები მოიხსენით თვებით. ეხლა დაულაგდებით. აქ სხვა ადამიანები არიან და რო გავლინ კოტეჯიდან უკვე ჩვენ მოთავსდებით შემდეგ. ახლა ვნახოთ ზემოთ რა ხდება. აი ზემოთ ესეთი ადგილია. დაეტევა ერთი 7-8 ადამიანი რო რამე. ძალიან საყვარელობაა. აი ესეთი ვიწრო, მაგრამ საყვარელი მეორე სართულია. აქ კი ფანჯარა გვაქვს აგერ.
მშვენიერი ხედით. შენ ხარ მეორე და აქ რა კომენტარს გააკეთებდით? იმედები ისევ არ გაუცროებია. უბრალოდ წინასგან განსხვავებით ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა. ვიმედოვნებთ მალე დაიშლებიან. კი, მალე დაიშლებიან. დავრჩებით მარტოები. ეს ღუმელი ძალიან მომწონს, ძალიან ორიგინალურია, ალბათ უფრო ეფექტურად ათბობს, იმიტომ რაღაც სარქველები ვითა აქ. საიდან სითბო გამოდის და ჰაერი შედის. ნახე, როგორი რეკვიზიტებით არის თემო წარმოდგენილი. ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ ადამიანები. პატარა უნდა კონდეს. არ ვიცი რამდენად დაგეთანხმება. თითქმის ყველაფერი მოდი. ჩაორთქლილი პურები შრება. ქეთა აქცევს ყურადღებას. აი აქ კოცონის დანთება შეგიძლიათ. შეშა არ ჭირს საერთოდ, ყველგან შეშაა. ძალიან კარგი ადგილია მეგობრებო, თბილისთან ახლოა. მანგლისიდან დაახლოებით 2 კილომეტრი უნდა იაროთ რომ მოხვიდეთ ამ კოტეჯამდე. ერთი რაც არის რომ ტელეფონი არ იჭერს კარგად კოტეჯთან, მაგრამ თუ აქეთ იქით გამოხვალ და გახვალ დარეკავთ, ეხლა მეც გამოსული ვიყავი აქეთ და დავრეკე დაახლოებით 100 მეტრიდან. ამიტომ ეგეც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვფიქრობ საერთოდ არ გჭირდებათ აქ ინტერნეტი და ტელეფონი, დარეკავთ თუ დაგჭირდებათ, დარეკავთ. თავარი ეგაა. ახლა ერთი სული გვაქვს ჭამოთ. უკვე გავთბით, რაც თავარია. შეშას მოვაგროვებთ რომ ღამე გქონდეს და მთელი ღამე ღუმელი არ ჩავაქროთ. და მეთანხმებით რომ ძალიან მაგარი გარემო გვაქვს შერჩეული შაბათ-კვირის გასტარებლად. აი ასე გამოიყურება კუსკუსა კოტეჯი. იმედი მაქვს რომ დიდი ხანი შეინარჩუნებს ამ სახეს. აი ქეთის გვესალმება ზემოდან. არა, არ გაგიფუჭებია კადრი პირიქით, გამდიდრე კადრი. ესეთი პატარა ვერანდასავით აქვს. მოაჯირებს ვისურვებდი, მაგრამ რაც არის ეგეც კარგია. და შიგნით ესეთი გარემოა. დასთავრია თბილა. დაიცა. იმოიდა სახელებს ახულო. შენ? აბა. ეს შენი ის გამოზიდე რაც ქონდა ვაფშე? სახში? მე კიდე ვერ მქონდა, მაგრამ ისინი აღარ წამოვიდნენ, მე რენი პრო ვიცოდი აქ ხალხს რეგი იქნება. სენაკში მიდიან გუშინდელი მდგმურები. ჩაუტანე აღარ მივახთი. უგავთ და შევიარ. ამ ჩემს არანაირი პრობლემა არ არის, მაინც დავიარო ხვალით რა. აი ჩაუტანე. კაი, მადლობა დიდი. შვიდობიანი გზა. დავრჩით მარტონი. კარები გადაკეთე. აჰა. აი, ვაფშე არ მინდა ეს რაღაც ხოლმე ვიგრძნო ცოტა ტყეში ვარ და რაღაც ისე გარემოში ვარ. გოგო, მე ვარ ბებერი ადამიანი. მე მჭირდება კომფორტი. მეც დავბერდი ამის სოფაში. ბიჭო. შვენიერი აქ ესეთი კომფორტი რა გაქვს რა ვიცი. ამის თემ. იქ ამ სკამს გამოვიწოთ, ამასაც კი. აქ დავწები მე დავიფენ და დავწები ძირს. ამ კოტეჯში 15 კაცი. თავისუფლად დაეტყვი. თავისუფლად 15 ადამიანი. აგე ჩემი საწოლი მზადაა. აგე ჩემი საწოლი. ტუმბოს დამიდე. თავთან ხო ის დამტენი მაქვს, თავთან დამტენი. ეგ არის. აგე რა. მეტი კომფორტი აქ რა გინდა ეხა ტყეში. აქ დავწები გემრიელად, ესეთი ხედი მექნება, გავიგვიზებ. იმედი არ გავაფუჭებ და გავუფრთხილდებით მაქსიმალურად ყველა ვინც აქ მოვალთ. აი იდეალური. ბოლოს. აი უკვე. შეიძლება იყოს. აუ. ბიჭო, ეს ხალხი რო არის? იმის ხეთობებში. ასე ისმევა გემრიელად ყავა. არა ნამეტანი თავიდან გავუწყეთ მეთქი დავარხა ეს სახეში რომ ო ძალიან ცუდი იყო. თან ყველაზე არ მართ თავიდან იყო ეგეთი არ მართ არ იყო ესეთ გურუ და ის ეგე კოუჩები არ მევასება. კოუჩი არ არის გურუა ბიჭო. არის. რომ მივიდნენ. აი კაილა სპორტის სასახლე გაუს ეს ბიჭო ვიღაცა ტიპი გამოვიდა და ეხლა გვერდზე დაიყენე თქვენი ენერგეტიკული მეორე მე და რაღაცა ზებადრებოდა ის ბიჭო ეგ გურუ არა ეგ გურუ კი ვიზე მაგ იყო არა მოდი დავათვალიეროთ გარშემო რა ხდება. გვაქვს ესეთი პატარა ლამაზი კოტეჯი. შიგნით გვაქვს შეშის ღუმელი. გვაქვს მატრასებიც კი დაჟე. წოლები. ძირსად შეგვიძლია მატრასი დავაღოთ. დაახლოებით 10-12 ადამიანი თავისუფლად განთავსდება. გვაქვს შეშის ღუმელი. შეშის პრობლემა გარშემო არ არის, უამრავი შეშაყრია გავდლა. არც მოჭრა არ არის აუცილებელი. გვაქვს საპირფარეშო, რომელსაც გაფრთხილება უნდა რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს
ჰიგიენური ნორმები, რაც შეიძლება ამ პირობებში. აგერ არის კოცონის ადგილი, აქ ჩვენი უცხო სტუმრები არიან, ამიტომ ამილო ძალიან ახლოს არ გადავიღებ და იქით არის მაგი და სკამები. მოკლედ, ყველა პირობაა იმისთვის, რომ კარგი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად 2-3 დღე წამოხვიდეთ. წინასწარმეტ დაჯავშნოთ ეს კოტეჯი, ესე პირდაპირ რომ მოხვიდეთ, შეიძლება შეგით აღხვდნენ, უნდა გადაიხადოთ თანხა და შემდეგ უკვე მოხვიდეთ. დაახლოებით 1 საათში ფეხით მოხვათ მანგლისიდან, მაღალი გამავლობის ჯიპითაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად მოხვიდეთ. გარეთ საკმაოდ ცივა ღამე დაახლოებით ალბათ -10-12 გრადუს თავისუფლად იქნება, ამიტომ შეშამოიმარაგეთ, დაანთით ღუმელი და შეინარჩუნეთ სიტყვა. გვითხრეს რომ ქვემოთ წყალი არისო, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვინახავს ნამდვილად არის თუ არა. ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ ადამიანზე 2 ლიტრი მაინც წამოიღოთ ყოველ შემთხვევაში თუ არ დაგხვდება თან გაყინული იქნება ან რამე მაქსიმალურად ეს არის რომ წყალი გქონდეთ. შეშის გაშრობის რიტუალი მიმდინარეობს აგერ. One down. Naționalul Partid este aici. ბატონ თემო, აბა გვიანბეთი ხარ რა უნდა გააკეთოთ. ეხლა დაჭება ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ქართულ სუფრაში ალბათ, მithumetes საველე პირობებში. წვადი. იმიტომ რომ ცოტა ვიარეთ, თავისუფლება მივეცით რომ წვადი გქონოდა და ძალიან ისეთი საჭმელები, რომელიც არ დაგოსხმენ ლაშქრობაში. გარეთაც ნაკვერჩხალი უკვე გავამზადეთ, ის ადამიანები წავიდნენ, ვინც აქ იყვნენ. დავიკავეთ ეს ტერიტორიაც. Neo style. შენ ხახვის სულსანია. სულის თემებია. ჯერ რომ ახალი ხილი იყო თაობების აი ეს და ტელევიზორს ახუჭებს და იქიდან წვადების მოედანი მზადდება. აქ შეიძლება ჩვენი წვადები. ესე იგი, აბა რა სუფრა იშლება ნახე, ხო. ანუ მარტო ყველი კი არ გქო, ყველის დაფაგო, ხო? სულო და გულო რა. იუბილარი ყოლი აქ და არ ვიცოდით თურმე. ოღონდ იმას სულსო შეუპერავს არ ჩადება რა. მინუსია. ხა ფიქრობთ რა შეიძლება მოვარგოთ ამ ნამსხვრს. გავანათეთ აგერ ტერიტორია. გავანათეთ. წვადი მოვიდა პირველი პარტია. ოპა. შინაგანაც რომანტიკოსობა მარტივ ლაშქრობას ესეთი სუფრა უხდება რა. დიდად ნაკოჩხალიც ვერ ბიჭო გაზზე ხო არ შევწვათ მაგიტომ რა კაპო. სასმელები დააფიქსირე. რაოდენობა. სასმელები აგერ. ვაფშე უყოს დალე. დაუსხედით ახლა მეტი ვიდეო აღარ იქნება, უნდა ვჭამოთ გემრიელოთ. იმ დღეს გამორჩეს, რომელმაც ეს ერთად შეკვება და ადამიანების ნაწილი სრულიად უცხოები ერთმანეთისთვის ერთ გარემოში ერთი სუფრისირублე ესე შეყვარა და გაუმარჯოს იდეას გაუმარჯოს და ერთად შევიკრიბეთ აქ ავრეჯასულიყო. აი ეგეც არის მოსწრებაზე. აი ესეთი სიჩუმეა გარეთ და შიგნით ჩვენი მყუდრო კოტეჯი. ძალიან ცივა გარეთ, აი ძალიან. -5 გრადუსი იქნება ალბათ. სრული სიცარიელი. მაგრამ შიგნით სიტყვა. ტრადიციული გაგრძელება კოტეჯში დალევის მეგობრებო. აბატონო. ეს არის ჩემი დაცემის ადგილი. ბედნიერი ხარ, ყველა გამოიყვანა, ბედნიერი ხარ, ყოფილი. იქ ხოზე დავესე. ესე იგი. აი ესეთ ამინში, პროსტა რა გვინდა კოტეჯში. ხაცაბო. ეგ არის. აკბიჩე. ოპა. მარშმელოს წვადები გეტდება. და მარშმელო. მოდი მეცი მარშმელო. სოკო გვაქვს არის კაი აბა ჩართე. სად არის მე გადართე, აბა გადართე. არ არის პრობლემა აჰა, დავაი, მიდი. ეს არის რომ დგას თუ შეიძლება პულტი რო გვანახოთ რა. აი ჩინური ემუს 5 ნახევრიანი 2 ცალით ან გადართე? ეგ არის. ხამის ყავაც დავასხათ, მიდი. ესე იგი, ჩვენები არიან გარეთ ახლა კოცონთან, მე შემოვედი. იქ სვავენ. ჩვენ ალკოჰოლს არ ვსვავთ. სიტყვაში ვართ აგერ ყავასო. აგერ კიდე ერთი ყავა კეთდება.
მაგრად ვილა კოტეჯში ძალიან. აი ამ ღუმელს თუ მაგრად გაახურებთ 2-3 საათი სითბო გარანტირებულია მთელ კოტეჯში რა. აი ეს არის ჩემი საწოლი, მოკლედ მოვაწყე. ეს არის ჩემი თბილი საძილე ტომარა. აქ მაქვს გასავერი ბალიში, მაისურის ქვეშ. ძალიან კომფორტულად და თბილად მოვიწყობი. საკმაოდ დიდი მატრასია. საკმაოდ სქელი. ამიტომ ვფიქრობ ძალიან კარგად დავიცინებ. შევხვდებით ხვალ. დილამშვიდობის გათენდა, ეხლა 10:30-ია. ცოტა აგვიცივდა კოტეჯში, იმიტომ რომ შეშა რო აღარ შევუკეთეთ ღამე. ჩაქვრა. ეხლა ანთებენ ბიჭები. მთელი ღამე მგელი ყმოდა, ჩვენთან ხან აქეთ ხარის ყმოდა, ხან იქით ხარის ყმოდა. მე ძალიან მიყვარს ბლის ყმული. სიამოვნებით უსმენდი. უბრალოდ ვერ ჩავიწერე სამწუხაროდ. დიდი შუალედები ჰქონდა. ძალიან სასიამოვნო იყო. ეხლა ავდგებით, შევჭამთ, დავალაგებთ კოტეჯს. და მე გამიზადებით ნელ-ნელა რომ წავიდეთ შუადღისთ რა. ძალიან არ ვიჩქარებთ, იმიტომ რომ აქვე ვართ. დიდი ხანი არ გვჭირდება თბილისამდე. მაგრამ ვეცდებით რომ უფრო უკეთეს მდგომარეობაში დავტოვოთ კოტეჯი, ვიდრე დაგხვდა. წავედი. ამაზე უკეთესი დილა რა უნდა ინადრო, ნახეთ რა ლამაზია აქავრობა. ფილმებში თუ ნახავდი ხოლმე ბავშვობაში ესეთ კადრებს. გარშემო ძალიან სიმშვიდეა, აი ძალიან. ჩანთა ჩავალაგე, საძილე ტომარა ყველაფერი უკვე ჩანთაშია. დამჩა ეს წვრილმანები, რომლებიც შემჭირდება, მიკროფონები, ფოტოაპარატი, powerbank-ი. ის სარეზერვო პარკებია. იქაც ჩავალაგებ რაღაცებს და всё, დავტოვებ ესე, როგორც ნამხვდა. ცოტა კიდე უკეთეს მდგომარეობაში. აქაც ჩალაგებულები არიან, უბრალოდ ჩანთები უნდა ავიღოთ და ეგ არის. მაგრამ მიდის არ ნახული ყავის სმა, ტკბილებული ყავა. ხოთაშორის იქიდან იყო. საუზმობს მოკლედ. ციცაცხლიდან. ყველაფერი გვაქვს, აგერ ჩურჩხელების გვაქვს. ყლაპი უფრო სწორად, ჩურჩხელა არა. არა. ჩურჩხელა გუშინ ქონდა. წყალი დუღდება. ადუღდა უკვე. რა სიტყვია ბაური სიტყვით მიდი გითხარი. ხელი გაგიჭრია შენ და რაღაც. ო ვინ შრომობს ის უშრომელი ადამიანები კი ხართ სუფთად გამოიყო პეჩი დავანთეთ. მეც ვარ დაჯეჯილი და ძალიან ბევრი ვიშრობე. შენ ბევრი დალიე გაქვს. ძიმე ღამე. ბევრი ისოვე და ძალიან ბევრი ვიშრობე და გვერდი ვარ ისეთი გაუგზავნილი. შვენი ღამე იყო. ერთი მგელი მოვიდა. აგერ კაცი ქართულს წავიდა წყალი მოიტანა. ამ კოტეჯს უწევს 100% რეკომენდაცია ხო რა. ამ კოტეჯს რეკომენდაცია ჩვენგან 100%-იანი. აჰა, აქაც რაღაც მზადდება, ხო? საპახმელიო. საპახმელიო წნიანი იქნება აგერ. ვისაც გონია რომ შიმშილობთ ხომ ელაშქრობებში. საბაგურში ეყარა ტყუიები. ხას გონია რომ შიმშილობთ ხომ თემოდა აბა. კი, მაგრად შიმშილობ, სულგუნის ბლინები უკვე შევჭამეთ და ეხლა გადავდივართ ხორცის ბლინებზე. ხო, საზოგადოებას ვაჩვენოთ როგორ ჩუსები დაგხვდა კოტეჯში. გავუკეთოთ ცხელი შოკოლადი. კიდევ მიყურებენ და დამსინიან. ჰა? არქნა მაგი. ეგარი. ეხლა ცხელი შოკოლადს დავლევთ. ჩავლაგდებით. დავლევთ რამე დავლევ, იმიტომ რომ მარტო მოვიკეთებ. და დაახლოებით 2 საათზე უკვე გავალთ. დაახლოებით 40 წუთი დაგჭირდება რომ ჩავიდე ტრანსპორტთან და ტრანსპორტი დაგხვდება და მე წავალთ უკვე თბილისში. წყალი არის, ოდნავ ქვემოთ კოტეჯის ქვემოთ. შეგიძლიათ მარტივად გაავსოთ. შეშა არის ოხრად. მარტივად შეგიძლიათ მოიმარაგოთ მთელი ღამე რო ენთოს ღუმელი. ჩვენ დაგვეძინა ყველას და დილით შევცვიდა მე. ყველას გირჩევთ და სრული რეკომენდაცია მოკლედ ამ ადგილს. გუშინ მთელი ღამე ყმოდა მგელი. ხო და ერთი კაცი გვაკლია და ჯერ ვიპოვეთ სად არის რა. აი კიდე. მიდი. აგერ მოკლედ. დავასხათ ცხელი შოკოლადი გავამზადოთ. გაგვიმარჯოს. დავიწყეთ გენერალური დალაგება. ყველაფერს დავტოვებთ ისე როგორც დაგხვდა. უკეთეს მდგომარეობაში კიდე. გავს გადავყრით. ყველაფერს დავასუფთავებთ, დავგვით და მე წავალთ. დავალაგეთ აქავრობა.
დაუგავეთ, დავასუფთავეთ. რომსარი და უკვე მემზადებით რომ გავიდეთ. მოვედი და მარტამები და აქ ახაც დალაგებულია ყველაფერი. პირვანდელი სახე დავუბრუნეთ ყველაფერს. აქ რომ მოვედით, შეშა დაგხვდა, ამიტომ ჩვენც მოვიტანეთ შეშა და დავახვედრებთ შემდეგ მომსვლელებს, რომ გათფნენ მარტივად. ნაგვის პარკები გვაქვს აგერ. ჩვენ ნაგავი და რაც იყო ზოგადად ყველაფერი ჩავალაგეთ. იქაც დავასუფთავეთ ყველაფერი. იქაც დავასუფთავეთ, მოკლედ არაფერს არ ტოვებთ ზედმეტს და არ თქვენ უნდა დატოვოთ, ვინც აქ მოხვალთ. ასე უფრო დიდი ხანი გვიქნება ეს კოტეჯი. აგერ ბარგდებით უკვე მოკლედ გამოვდივართ კოტეჯიდან. და 5 წუთში დავიძრებით უკვე მანგლისისკენ. თავარია რომ არ დავანაგვიანოთ, კარი დავკეტოთ რომ გამოვალთ, ხარმა რო არ დააზიანოს, შემდეგ ფანჯრები. არ შეიძლება ხის მოჭრა, არ შეიძლება თევზის დაჭერა მდინარეში, არ შეიძლება ნადირის მოკლა, არ შეიძლება ნაგვის დაყრა, არ შეიძლება კოცონის დანთება ის ადგილზე, რომელიც არ არის მონიშნული როგორც აი ეს და არ შეიძლება შინაური ცხოველების ცხვრის, ძროხის და ასე შემდეგ აქ შემორეკვა ამ ტერიტორიაზე. ვინც ვერ ერკვევით ხოლმე რაღაც წესებში, შეგიძლიათ ესეთი ნიშნულები ნახოთ და დააკვირდეთ რა შეიძლება და რა არა. ეს არის ჩემი სიყვარული, რომელიც 3 დღეა უკვე ჩემია. ესეთი მქონდა ადრე და ეს ჩანთა არ არის, უბრალოდ ეს არის ბედნიერების მომტანი. არის ძალიან დიდი რეკომენდაცია ოსპრის. ეს არის უმაგრესი ბრენდი, ძალიან კომფორტული, ძალიან გამძლე. კითხვები თუ გექნებათ ამ ჩანთაზე, დამიკომენტარეთ, მომწერეთ და გიპასუხებთ სიამოვნებით. აი, გავემზადეთ უკვე და გავდივართ, დავიძრებით ახლა. კოტეს დავკეტავთ, ყველაფერს შევამოწმეთ და ეგ არის. ახლა საერთო ფოტო უნდა გადავიღოთ, აგერ ამჯერად ქართლოსი იღებს და მე არა. ამიტომ მეც მონაწილე ვიქნები ფოტოსი. გადავიღებთ და წავალთ. ერთხელ დავკეტეთ უკვე და ეხლა ვიდეოსთვის ისე გავაკეთეთ და ვკეტავთ, მიდი. ეგ არის, დაიკეტა. კარი დავკეტეთ, ვიზიტორთა ცენტრში უკვე ჩავაბარეთ გასაღებს. წავედით. 1, 2 და 3. იდეალური ამინდია. არც ზამზე არ არის, არც ცივა. ესე მივსეირნოთ. ასე დასრულდა ჩვენი ორდღიანი გამოსეირნება. ახლა ჩავალთ უკვე ტრანსპორტთან, გასაღები ჩავაბარეთ რეინჯერს უკვე. ის წაიღებს ვიზიტორთა ცენტრში. წავალთ ახლა და დავიძრებით თბილისისკენ. ბევრი ვიდეო იქნება ასეთი, გამოიწერეთ ჩემი არხი. აბა მომდევნო ვიდეომდე.